მოგესალმებით. დღეს არის e-commerce review-ის შემდეგი ეპიზოდი და დღეს ვარ სტუმრად ძალიან საინტერესო კომპანიაში, ეს არის Senomi Retail Georgia, რომელმაც სულ ახლახანს დაალონჩა Kiko Milanos, Kiko Milano, რა თქმა უნდა, ყოველთვის ცნობილი ბრენდია, კოსმეტიკის ბრენდი, მსოფლიოში აღიარებული და ძალიან პოპულარული. Kiko Milano გაუშვა e-commerce მიმართულება და ამაზე ვარ სტუმრად ეთერ გვარაძესთან, რომელიც არის Senomi Georgia-ს e-commerce-ის ლიდი და გვინდა რომ აი მეტი დეტალები გავიგოთ ამ პროექტთან დაკავშირებით. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ეთერ. მადლობა პირიქით თქვენ რომ დაინტერესდით ამ თემით და ზოგადად მადლობა e-commerce ასოციაციას რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით ხართ. თქვენც მადლობა. მოდი პირველ კითხვაზე გადავალ. უბრალოდ რომ მომიყვეთ, აი როგორ დაიწყო Kiko Milanos e-commerce მიმართულების განვითარება საქართველოში, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, უკვე რამოდენიმე მაღაზია, დაახლოებით 10-მდე მაღაზია გაქვს საქართველოში, რომელიც საკმაოდ კარგად მუშაობს და ეხლა უკვე დაიწყეთ e-commerce მიმართულების განვითარება. დიახ, ზოგადად e-commerce მიმართულების განვითარების ინიციატივა წამოვიდა ჩვენ მომხმარებლებზე დაკვირვებისგან. Kiko Milanos მაღაზიები არის საქართველოში უკვე რამდენიმე წელია, დიდი პოპულარობით სარგებლობს ეს ბრენდი და როგორც თბილისში, ასევე ბათუმში ჩვენს მომხმარებლებს შეუძლიათ ეწვიონ ფიზიკურ მაღაზიებს. 6 მაღაზია ამ ეტაპზე საქართველოში. ასევე მათ შეუძლიათ სარგებლონ quick commerce არხებით, როგორიც არის Glovo და მიიღონ სასურველი პროდუქტი საკუთარ მისამართზე ძალიან მოკლე დროში. თუმცა საქართველოში არის სხვა ქალაქები და დასახლებული პუნქტები, სადაც ვიცოდით დარწმუნებით, რომ მომხმარებლები იყვნენ ჩვენი ბრენდის დიდი მოყვარულები, მაგრამ მათთვის პროდუქციის მიწოდება იყო ბევრად უფრო რთული. ამიტომ ლოგიკურად წამოვიდა იდეა, რომ შექმნილიყო მონობრენდული საიტი და შესაძლებლობა გქონოდა დაგვეფარა მთელი საქართველო. ზოგადად მინდა ვგითხრათ, რომ ჩვენი კომპანია Senomi Retail Georgia საქართველოში 19 ბრენდის 60-მდე ფიზიკურ მაღაზიას ოპერირებს და მონოსაიტების განვითარება არის ჩვენი სტრატეგია, ისევე როგორც ფიზიკურ სივრცეში მონობრენდული მაღაზიების განვითარება. ამიტომ ბრენდის სათავო ოფისთან მოგეხსენებათ, Kiko Milano არის იტალიური ბრენდი, ნომერი პირველი დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდია იტალიაში, ევრომონიტორის შესაბამისად ახლა უკვე საქართველოშიც და ბრენდთან შეთანხმებით ჩვენ გამოვხატეთ ინიციატივა, რომ გაგვეკეთებინა ზუსტად ისეთივე სტანდარტის მონობრენდული საიტი საქართველოში, როგორც არის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ძალიან კარგი. ეთერ, თვითონ აი ამ პროექტზე მუშაობის პერიოდში რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც დაგხვდათ, ასე ვთქვათ? დიახ, ყველაზე დიდი გამოწვევა თავისთავად იყო ასეთი გლობალური ბრენდის სტანდარტების დაკმაყოფილება. ჩვენ ამის გამოცდილება გვაქვს ფიზიკურ სივრცეში და ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრენდმა მოგვცა უფლება დეველოპმენტი გაგვეკეთებინა სრულად ადგილობრივად, ანუ საქართველოში. მოგეხსენებათ, ასეთ ბრენდებს აქვს ძალიან მკაცრი მოთხოვნები, გაიდლაინები, გაწერილია ყველა ნაბიჯი, ვიზუალური მხარე იქნება ეს თუ ოპერაციული და ჩვენ გვქონდა პროექტის განმავლობაში რამდენიმე ისეთი პერიოდი, როდესაც ამის შემოწმება ხდებოდა ბრენდის მიერ და უშუალოდ როდესაც დასრულდა საიტი და ჩვენ მზად ვიყავით ყველანაირად, მათ შორის ოპერაციულად ყველაფერი იყო გატესტილი, შემდეგ ბრენდმა ერთგვარად შეისწავლა ეს საიტი, რაღაც პატარა კომისიასავით შედგა იქ, შეისწავლეს საიტი და დაგვრთეს უფლება, რომ საიტი უკვე ღია ყოფილიყო საზოგადოებისთვის. ასევე მინდა გითხრათ, რომ ამის შემდეგ მხოლოდ ძალიან გაგვეხარდა ეს, როდესაც ბრენდმა შეგვატყობინა საქართველოს დროშა გამოჩნდა ბრენდის გლობალურ საიტზე ქვეყნების ჩამონათვალში და
საქართველოს ქართულად დაწერილი, როცა ვიხილეთ კიკოს გლობალურ საიტზე, ყველანი ვიყავით ძალიან ბედნიერები, რომ ჩვენი პროექტი შედგა. ფაქტობრივად ეს იყო იმის ნიშანი, რომ ჩვენი პროექტი შედგა. მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, როგორც კი პირველივე დღიდან მივიღეთ შეკვეთები არა მხოლოდ თბილისიდან, არამედ ზუსტად იმ ქუთაისიდან, სამტრედიდან, ახალციხიდან, ფოთიდან, ეს იყო კიდევ ერთი ნიშანი იმის, რომ სწორი გზა ავირჩიეთ და ნამდვილად ეს გადაწყვეტილება იყო დროული. წარმომიდგენია, რომ ხელა სიხარული იქნებოდა კომპანიაში, როცა შეკვეთები რეგიონიდან შემოგივიდათ. კი, ნამდვილად იყო ძალიან დიდი სიხარული და ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენი გეგმა, რომელიც რაღაცნაირად ნაბიჯ-ნაბიჯ ვახორციელებთ, არის სწორი გზა ელკომერციის განვითარებისთვის საქართველოში. და ეთერ როგორც ვიცი და სხვა შორის ამას წინათ ვიყავით ჩვენ სომხეთში და იქაც რაღაცა პირველი მიხსენეს, კიკო მილანო არისო თქვენთან თბილისშიო ესეთი და როგორც მივხვდი რეგიონში ძალიან ესეთი პოპულარობით სარგებლობს ეს ბრენდი. დიახ, ეს ბრენდი ზოგადად გლობალურად არის ძალიან პოპულარული, ძალიან მრავალფეროვანი, ერგება ყველანაირ გემოვნებას, ყველა სურვილს, ცნობილია როგორც რაღაც თავისი კონკრეტული პროდუქტებით, რომელიც კონკრეტულად მაგალითად გლოსები, ეს გოგონებისთვის იქნება ძალიან საყვარელი პროდუქტი. ნაცნობი, ასევე აკეთებს კოლაბორაციებს, მაგალითად სულ რაღაც 2 დღის წინ ჩვენ ჩაუშვით Just Cavallis და Kiko Milano's კოლაბორაცია, კონკრეტული კოლექცია, როგორც ონლაინ არის ხელმისაწვდომი, ასევე ფიზიკურ მაღაზიებში და წლის მანძილზე სულ არის ხოლმე ასეთი საინტერესო შეთავაზებები და ჩვენ შევეცდებით მაქსიმალურად, რომ იგივე მომხმარებლის გზა და იგივე customer experience, რასაც ვეძახით, რაც მათთვის არის ფიზიკურ მაღაზიაში ხელმისაწვდომი, ზუსტად იგივე ემოციები მიიღონ ჩვენმა მომხმარებლებმა ჩვენი საიტით. აი, რამდენად რთული იყო თვითონ UX UI-ზე მუშაობა რა? არ იყო რთული, სიმართლე რომ გითხრათ, იმდენად დეტალურია გაიდლაინები, ჩვენ ცოტა გვეშინოდა აი ამ ბოლო ეტაპის, როდესაც ხდება საიტის ერთგვარი სრული შემოწმება და იმდენად მარტივად გაიარა ჩვენმა საიტმა ეს ყველა ეტაპი და განსაკუთრებით დასკვნითი ფაზა, რომ ვფიქრობთ, აი სწორი გაიდლაინებით და სწორი მიდგომით არაფერი არ შეიძლება იყოს დაბრკოლება. ესე იგი პროფესიონალებთან ერთად გიმუშავიათ რა? ნამდვილად ვიმუშავეთ როგორც იტალიის ოფისთან, ასევე ჩვენს პარტნიორებთან საქართველოში და უნდა აღვნიშნო, რომ მათ გარეშე ეს პროექტი ვერ შედგებოდა. ძალიან კარგი. ეთერ ელექტრონულ კომერციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის გადახდები. როგორ მოხდა, თქვათ, გადახდის მეთოდების შერჩევა? რაც შეეხება გადახდებს, ჩვენი თავდაპირველი სტრატეგიის ნაწილი იყო, რომ მომხმარებლებს ქონოდათ შესაძლებლობა მაქსიმალურად ფართო სპექტრის გადახდებით ესარგებლოთ. შესაბამისად, ჩვენ თანამშრომლობთ მრავალი წელია საქართველოს ბანკთან და TBC ბანკთან და ყველამ კარგად ვიცით, რომ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი არის ერთი თუ მეორე ბანკის ლოიალური მომხმარებელი და ისინი იყენებენ ყველა იმ ლოიალობისთვის დამახასიათებელ შეთავაზებას, რასაც ეს ორი დიდი ბანკი სთავაზობს. ამიტომ პირველი რაც გავაკეთეთ, იყო ორივე ბანკის გადახდის საშუალება ჩავაშენეთ საიტზე. თავისთავად Apple Pay და Google Pay არის ხელმისაწვდომი და არ გავჩერდებით მხოლოდ ამაზე, ბევრად უფრო გავამრავალფეროვნებთ, კიდევ უფრო თავისთავად უცხოური ბარათების პროცესინგიც თავისუფლად შესაძლებელია ჩვენთან და ამის გამოცდილებაც უკვე გვაქვს. ადგილზე მიწოდების საკითხები როგორ არის? ანუ აი მაგალითად თბილისი, მეტნაკლებად გასაგებია, თუმცა ამაზეც ვისაუბროთ, მაგრამ აი რეგიონებში როგორ არის? ადგილზე მიწოდებას რაც შეეხება, თანამშრომლობთ quickshipper-თან, რომელიც გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას რეალურ დროში შევარჩიოთ კონკრეტული შეკვეთისთვის საუკეთესო, ყველაზე ოპტიმალური მიწოდების საშუალება. ეს იქნება დროსთან და ფასთან მიმართებაში და ძალიან კარგად ვმუშაობთ quickshipper-თან, არის საოცრად კარგი გუნდი, ძალიან კარგი თვითონ მენეჯმენტსაც გულისხმობთ და ანუ ყოველდღიურ ოპერაციებში მუდმივად ვგრძნობთ ჩვენ მათ მხარდაჭერას და ვფიქრობთ, რომ ეს გამოცდილება ზოგადად რაც ჩვენ დავდეთ და რაც ჩვენ გვაქვს, არის ზუსტად იმის საწინდარი, რომ მომხმარებელმა მაქსიმალურად კომფორტულად მიიღოს ნებისმიერ წერტილში მის მიერ შეკვეთილი პროდუქცია.
და აი მომხმარებლების ქცევა როგორი არის? აი მაგალითად ყველაზე ხშირად რაზე შემოდის ხოლმე ვთქვათ კომუნიკაცია რასთან დაკავშირებით აქვთ მომხმარებლებს? ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩვენი მომხმარებლები არიან არა მხოლოდ ქალბატონები, არამედ მამაკაცებიც და ხშირ შემთხვევაში გარდა იმისა, რომ ვთქვათ ყიდულობენ ბესტსელერებს, ყიდულობენ ასევე საჩუქრად. ამის საშუალებასაც იძლევა საიტი, შეგიძლიათ შეარჩიოთ ვთქვათ სასაჩუქრად კონკრეტული შეფუთვა და აი ამასაც ვაკვირდებით, რომ ყიდულობენ როგორც თავისთვის, ასევე e-commerce ძალიან საინტერესო და სასიამოვნო სიურპრიზის გაკეთების საშუალებას იძლევა და ყიდულობენ ასევე სხვებისთვისაც და ამაზეც დაკავშირებიან და უთქვამთ, რომ ეს ჩემთვის არ არის, ვაგზავნი ამას საჩუქრად და ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა, როდესაც კი გხდება არჩევანი საჩუქრისთვის. ძალიან კარგია. როგორი არის თქვენი სამომავლო გეგმები? თუ რა თქმა უნდა კონფიდენციალური არ არის, რა გეგმები გაქვთ უახლოეს მომავალში? დიახ, ჩვენი სამომავლო გეგმები უკავშირდება ერთის მხრივ თვითონ საიტის განვითარებას და არ შემიძლია არ აღვნიშნო HD Solutions-ი, ეს არის კომპანია, რომელმაც development ჩვენი პარტნიორი კომპანია, რომელმაც გააკეთა საიტის development და რომელიც გვეხმარება ეს ყოველდღიურ განვითარებაში. ვფიქრობთ უპირველეს ყოვლისა, რომ თვითონ საიტს დაემატება ძალიან ბევრი ფუნქციონალი და ამის გეგმა უკვე გვაქვს. გარდა ამისა, ვფიქრობთ იგივე გამოცდილება გადავიტანოთ სხვა ბრენდებზე, მოგეხსენებათ ჩვენს პორტფოლში ბევრი ბრენდია და აუცილებლად მომავალ წელს მაინც დაემატება სხვა ბრენდებიც ჩვენს და სხვა მონოსაიტებსაც შევთავაზებთ საქართველოს მოსახლეობას და კიდევ მესამე მიმართულებით არის ის, რომ ამ გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ჩვენ საქართველოში შეგვიძლია გავაკეთოთ development-ი უკვე სხვა ქვეყნებისთვის. მოგეხსენებათ, ჩვენი კომპანია 15-მდე ქვეყანაში ოპერირებს და კონკრეტულად განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში ვფიქრობთ, რომ გვექნება იმის გამოცდილება, როდესაც ჩვენს ამ პროექტის გადატანა მოხდება რეალურად უკვე სხვა ქვეყანაში და იქაც გავივლით იგივე გზას და უკვე აი ამ გამოცდილებით ვფიქრობთ, რომ იქაც საკმაოდ წარმატებული დასასრული ექნება მომავალ პროექტებს. ძალიან მაგარია, ძალიან მიხარია რა, რომ საქართველოში უკვე არიან კომპანიები, რომლებიც აი ამ საერთაშორისო მაღალ სტანდარტს იცავენ და ამ იმით მოქმედებენ ასე ვთქვათ. ჩვენთვისაც რა თქმა უნდა ძალიან საამაყოა, რომ თუნდაც ჩვენი ძალიან დიდი კომპანიის რუკაზე გამოჩნდა საქართველო კიდევ ერთხელ როგორც ჰაბი, ახლა უკვე e-commerce-ის განვითარების მიმართულებით, იმიტომ რომ ისედაც Sinomi Retail Georgia's ქართული ოფისი ძალიან ბევრი ქვეყანაში სხვადასხვა ტიპის ფუნქციებს ითავსებს ოპერაციული თვალსაზრისით. და ახლა უკვე e-commerce-ის მიმართულებითაც, e-commerce development-ის მიმართულებითაც ძალიან მიხარია, რომ ჩვენ კიდევ უფრო მძლავრად ვიტყვით ჩვენს სათქმელს. ხო, ეგეც ძალიან მაგარია, ცალკე ასე ვთქვათ, მაგაზე შეგვიძლია გადაცემა მივუძღვნათ, იმიტომ რომ ნამდვილად საამაყო ნაბიჯია რა. დიდი სიამოვნებით. კარგი, ძალიან დიდი მადლობა, მინდა რომ ბევრი წარმატება გისურვოთ და მოკლედ ასოციაცია აგრძელებს თქვენ სამსახურში ყოფნას. ძალიან დიდი მადლობა და ყოველთვის ვგრძნობთ ნამდვილად თქვენს მხარდაჭერას. დიდი მადლობა.